არის თუ არა კრიპტოს არისკო აქტივი, რა თქმა უნდა, არისკო აქტივია. დამისახელეთ ერთი ბიზნესი, რომელიც არ არის არისკო. ამას თავისებურებები ახასიათებს კრიპტოს. და ესეთი ემოციურიც არის და პლუს არის ცოტა ღლის ადამიანს, შეიძლება მოთმინება დაკარგო, ან პანიკაში ჩავარდე ან რაღაც ეგეთი. კი ბატონო, ეს ახასიათებს, თუმცა ყველა ბიზნესს ახასიათებს მეტნაკლებად. რაც შეეხება იმას თუ მაგალითად ერთმა მკითხა რატო გთავაზობ თუ ასეთი რისკიანია. მე კი არ გთავაზობ, მე ვხსნი და ასეთი ღილა კი არის მან ასეთიც მიაჭერთ და გათიშავთ. ან ასკროლობ, ზემოთ ასწევთ და სხვა ვიდეოზე გადახვალთ. თუ არ გაინტერესებთ, ხოლო თუ გაინტერესებთ, მაშინ მოусმინეთ და ეს მე ვინმეს როგორ დავაძალებ ჯერ ეს მექანიზმი არ არსებობს რომ მე ვინმეს დავაძალო მეგერა საერთოდ ყველა ნებისმიერმა მეორეს დააძალოს გააკეთოს ის საქმე რომელიც მას არ სურს თუ თემა საინტერესოა მოусმინეთ თუ არ არის საინტერესო გადართეთ სხვა არხზე საქმე იმაშია რომ ნებისმიერი ბიზნესი არის როგორც აღნიშნე სარისკო არ არის ეს არ არსებობს ეგეთ მე არ ვიცი ეგ თუ არის ნაკლებად სარისკო ეგ სხვა არის მაგრამ რომელსაც არ იყოს რისკი აქ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო ესეთი საინტერესოც არის ცოტა აზარტულიც არის რო იტყვიან მაგრამ როგორც გითხარით მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზეც და ზოგიერთი ვატყობ საუბარში რომ აქვს უკვე გაკეთებული რაღაც შეცდომები აღიარება არ უნდა და რაღაც ფორმით ცდილობს ინფორმაციები მიიღოს ჩემგან რომ მე ან გამოასწოროს მდგომარეობა ან არ ვიცი ანუ გამოსწორება სურს აშკარად მაგრამ თუ არ მეწოდინება მე ყველაფერი რა სჭირს როგორი სიტუაცია აქვს მე რა თქმა უნდა ვერ დავეხმარები და არც სურვილი მაქვს იმიტომ რომ უნდა ადამიანი უნდა იყოს მდგომარეობაში გაწონასწორებული არ უნდა იყოს აყოლველი პანიკას შიშებს და არ უნდა ეცადოს შემდეგ ეს გადააბრალოს ვინმე სხვას პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ როგორც გითხარით ანალიზი სხვა არის ინვესტიციური რჩევა სხვა არის და პლუს ამას ფული თქვენია შეგვიძლია ჩადოთ, შეგვიძლია არ ჩადოთ, შეგვიძლია სხვა ბიზნესი დაიწყოთ.